ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თვალსაჩინო პირები, პოპულარული პირები, რომლებსაც საზოგადოება ენდობა, ლაგოდეხშიც ენდობა, თბილისშიც ენდობა, მცხეთაშიც, გორში, კასპშიც, გორშიც, ხაშურშიც, ქარელშიც, ლიხსიქითაც, ხო? ან საჩხერეში, ასე მაგალითად ჭიათურაში, ან ქვემოთ სამცხე-ჯავახეთში, ასე ესტაფონში, სამტრედიაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, წალენჯიხაში, ქვემოთ ჩამოვიდეთ, ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, მოკლედ ყველგან მესტიაში, ზემოთ ავიდეთ, სადაც გნებავთ, იქ წავიდეთ, მოკლედ ხო? ყაზბეგში, სტეფანწმინდაში. თელავში დასაკვირველია რა, რუსთავშია, დიდ ქალაქებსაც აღას, ხო? უნდა დავასახელოთ ცხადი. აი ეს პირები გამოვიდნენ და ამ პირებმა თქვან თავიანთი სიტყვა, ხმამაღალი სიტყვა. პირები, რომლებიც პოპულარულები არიან. ვისაც ენდობა საზოგადოება, სწორედ ისინი უნდა იყვნენ პირველთქმელები. მეც მენდობა მეთქი გავბედავ და ვიტყვი, მაგრამ მე აი ზოგ ადამიანთან მიმართებით თუ შედარებით, მე რაღაც მეორე მთქმელი ვარ, ან მესამე რიგში ვარ, ან მეოთხე რიგში ვარ, ან მეხუთეში. ვინ შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები? რასაკვირველია მუსიკოსები, რასაკვირველია მხატვრები, რასაკვირველია რეჟისორები, მსახიობები. რასაკვირველია საზოგადო პირები, ან საჯარო პირები, ჟურნალისტები რასაკვირველია. თუმცა ჟურნალისტებს აუგორა და აუგორა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ კამპანია და საზოგადოების ერთ ნაწილს რატომღაც ეს ჩვენი კარგი ჟურნალისტებიც მათ შორის არ მოსწონს. ექიმები მეთქი აქ იგითხარით, მასწავლებლები, პედაგოგები, უნივერსიტეტის პროფესორა, სტუდენტებიც უნდა იყვნენ რასაკვირველი ამ პროცესში. სხვები და სხვები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რა ვიცი, სხვა რაგინე და რა პროფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს პირველთქმელი. მაგრამ პირველთქმელთა შორის ყველაზე უფრო მჭახე სიტყვა მაინც, შენ კიდე მე-19 საუკუნიდან თუ უფრო ადრინდელი პერიოდიდან არა, ყველაზე უფრო მჭახე სიტყვა, ყველაზე უფრო მძიმე სიტყვა ეკუთვნით მწერლებს. და აი ჩვენს თანამედროვეობაში ყველაზე პოპულარული თქმელი მწერალი, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, პოპულარული თქმელი მწერალი არის კაცი, რომელსაც მე დაგისახელებთ. რამდენიმე წუთში არა მარტო დაგისახელებთ, არამედ მის ვიდეო მიმართვასაც თუ ვიდეო კონტენტსაც შემოგთავაზებთ, წარმოთქმულ სიტყვას შემოგთავაზებთ აქ გუშინ. ასე ვილაპარაკებ მერეც, მაგრამ მანამდე გეტყვით, როდის გავიცადი მე ის. მე 89-90 წლებში გადავედი მე-60 სკოლიდან, სწავლობდი და დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა. 89 წელი წარმოიდგინეთ რა პერიოდია. 89 წელს, აი 9 აპრილის 89-ში მოხდა, ხო? მე წელიწადნახევარში დაინგრევა საბჭოთა კავშირი, 2 წელიწადში მაქსიმუმ. მაგრამ იმ ხანად ხო არ იცი, რომ საბჭოთა კავშირი ინგრევა. მე ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი და იმ პირველ ექსპერიმენტულში ამ ორ ადამიანს, ამ კი არა, ორ ადამიანს თხოვე მოსვლა და ლექციის ჩატარება. სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორს, ქართულის მასწავლებელს, დამრიგებელს, ქართულის მასწავლებელს და სხვა პედაგოგებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. კარგიც იყო, იმიტომ რომ სწორიც იყო, იმიტომ რომ ერთს გამიწევდნენ, მერქი ხმამაღლა გამომდის, როგორ ვერ გამიწევდნენ, სხვა სკოლაში შეიძლება იქნება და გაეწიათ კიდეც, მაგრამ სწორად აზროვნებდნენ იმ ხანად. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის და არ დავასახელებ არც ერთს, არც ცოცხლებსა და არც გარდაცვლილებს. თუმცა რატომაც არა მეორე მხრივ, ხო? მაგალითად, ესეთი მასწავლებელი მიყავდა მე მათემატიკისა, რამაზ სუპატაშვილი, კარგი კაცი იყო. ესეთი მასწავლებელი მიყავდა ბევრი თქვენგანის შესაძლოა გეოგრაფიისა, ნორა ტარიელაშვილი. კეთევან ფირცხალავას მე მივესალმები და კანკავას მივესალმები, სხვებსაც და სხვებსაც სერგო ვარდოსანიძეს რო არ ვახსენო, არ შეიძლება სხვები და სხვები. დირექტორები კი არა, ყოფილი დირექტორები, ხელმძღვანელები, მოკლედ იმ ხანად პირველი ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელთა ბირთვი ბევრი გამომრჩა ალბათ და ამიტომ არ მინდოდა დასახელება. ამ ორ ადამიანს დაუძახე, ამ ორს რა, ორ ადამიანს, ორ სტუდენტს თხოვე მოსვლა და ისინი დამთანხმდნენ, განა არა. დაგისახელებთ ორივეს. ორივეზე ვისაუბრებ, ორ სიტყვას ვიტყვი. მაგრამ ორივე მათგანს მე ვიცნობდი პრინციპში შესაძლოა 99 წელი სავარაუდოდ. ორივე მათგანს მე ვიცნობდი გაცილებით ადრინდელი პერიოდიდან, გაცილად გაცილებით ადრინდელი პერიოდიდან არა. 88-ში შატალოზე ვიყავი
მაშინ სხვა სკოლაში ვსწავლობდი თუ არ ვწდები მე-60-ში ანუ არა პირველ ექსპერიმენტულში შატალოზე წავედი ინდივიდუალურ შატალოზე ეს 4 ნომერი ავტობუსი მიდიოდა 4 თუ 6 ტროლეიბუსი მიდიოდა ზოოპარკთან უხვევდა ზემოთ ვარაზისხევზე აუხვია იქ და დავინახე რომ უნივერსიტეტის კიბეებზე შეფენილნი იყვნენ მომიტინგეები ჩამოვედი ბავში ვარ აინტერესებს რა ხდება და ერთი და ვხედავ რომ უცებ რაღაც ერთი ყვირის მაგალითად რომ დაიჩოქეთ და ყველა დაიჩოქა მეც დავიჩოქე ანუ უხლებზე დავდეგი მე ვიღაცა დაიყვირა რომ ადექით ვავდეგით არა ირონიზებას კი არ ვაპირებ ვაკეთებ უბრალოდ რაც ხდებოდა იმას კი ყვები მე გამოვარკვიები მოვდექი და ასე შემდეგ 21 სექტემბერი ანუ სკოლა ახალი დაწყებულია 1 სექტემბერს იწყებოდა მაშინ და 21 სექტემბერია სწავლა და გავარკვიე მოვდექი და გავიცანი ესეთი კაცი აღარ არის ეს კაცი ცოცხალი სხვა შორის უჩა ძიძავა ესეთი მალე გარდაიცვალა თუ არ ვწდები არ მეშლება ლისის ტბაზე რაღაც ინციდენტი შემთხვევა რაღაცა მოკლედ რაღაც ტბაში შევიდა და რაღაცა აღარ გამოსურა ამ კაცმა თუ არ ვწდები შესაძლოა ვწდები სხვებიც გავიცანი და მათ შორის გავიცანი ის კაცი რომელიც უკვე შემდგომ ის ორი პირი რომელიც უკვე შემდგომ მივიპატიჟე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში გეტყვით არ ჯერჯერობით არ გასპოილერებთ ვინ არიან ესენი მათ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აგიკითხარით ერთ-ერთისა კი არა ორივესი მაგრამ ნუ ერთ-ერთზე ვილაპარაკებ უნდა მოგვიანებით გავიცანი რას ეხებოდა ის აქცია რო არ დამავიწყდეს დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან რუსებს ჰქონდათ პოლიგონი სამხედრო პოლიგონი და ისროდნენ და ფრესკები უნიკალური ფრესკები ზიანდებოდა სტუდენტები აპროტესტებდნენ სტუდენტების ზურგს უკან იდგნენ პროფესორ მასწავლებლების ბატონი ლევან ალექსიძე რო არ გავიხსენო არ შემიძლია უნივერსიტეტის პროექტორი იყო იმ ხანად რომ არ გავიხსენო ბატონი ვახტანგ გოგუაძე არ შემიძლია ისის უნივერსიტეტის პროექტორი გახდათ ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც იწყება კაკო ბაქრაძის ლექციები, აი დიდი ლექციები, ყველა ლექციას არ ვიცი, მაგრამ 90%-ს დავესწარი. ნუ და რა მაღლობელი იყო უნივერსიტეტის რექტორი, მე მისი რაღაც პოზიტიური როლი მაინც და მაინც არ მახსოვს, მაგრამ არც ნეგატიური მახსოვს სტუდენტთა გამოსვლებს ის დიდად არ ეწინააღმდეგებოდა. ნუ და რა მაღლობელი. იყო ასეთი პროფესორი, სახელი არ მახსოვს, სახელად კვარიკი მახსოვს, ჟორდანია, თუ არ ვწდები რაღაც ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, ან ისტორიკოსი, ან ფილოლოგი, უფრო ისტორიკოსი. ესეთი გრძე უკან თმაგაცვენილი კაცი იყო და უკან ესეთი გრძელი თმები იყო და აშკარად ეთქობოდა, რომ ძველი ყაიდის პროფესორი იყო. აღარ არის ცოცხალი. სხვები, რომლებიც უჭერდნენ მხარს ამ სტუდენტურ მოძრაობას. სტუდენტურ მოძრაობას უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა სხვებიც იყვნენ. მე უკვე მეორე დღეს პირველად ნახეს ვიარ გამსახურდი, ოღონდ კინოს სახთან. არ მაგ არანაირი სხვა ნივთი ისეთი, აი დაახლოებით ეს ჩემს ზურგს უკან რო კარია, ოდნა უფრო ხოდნა კი არა, გვარი არა დღია, ამფერი შარვალ კოსტუმი ეცვა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს რომან გვენცაძე მივარდა და იღლიებში შემოარღვია ეს ხელი ჭაშჭიდა და წინააღმდება გაუწია ზვიადმა და რომან გვენცაძე არ დაუკავებია მაგრამ ესენი ეს იღლიებში კი შემოერღვა ეს შარვალ კოსტუმი ბიჯაკი 21 სექტემბერს დაუბრუნდები გავიცანი იმ დღეს გავიცანი სწორედ ხსენებული პირები და ეხლა უკვე მოვიდა რომ დააგისახელოთ ზოგი მათგანი თუმცა იმას არ დაგისახელებთ ვინც მეორე წელს დავპატიჟე თბილისის კი რა ქვია იმას პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში ჩვენ სხვა შვილს გადავარქვით ამ სკოლას სტუდენტებმა კი არა მოსწავლეებმა და უშინსკის სახელობისა იყო და დავარქვით გურამიშვილის სახელობისა თუ არ ვწდები ეხლა როგორი გურამიშვილის სახელობის აღარ ხვია მაგრამ მაშინ ერთი რაღაც 2 წელი 5 წელი არ ვიცი გურამიშვილის სახელობისა იყო ჩვენ რაღაც ჟურნალიც გამოვეცით უკვე შემდგომ 99-ში ნამდვილად 9-ში გაგისახლებთ ზოგიერთ სტუდენტს რომელიც იმხანად იყო სათავეებთან აი მოთავე ფიქრია ჩიხრაძე დღეს ლელოზლიერი საქართველოს წევრი დაკარგული და მწუხვარ რომ რამდენად ჩემთვის არის ცნობილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებასთან მყოფი მაგრამ დაკარგული არსებითად თედო ისაკაძე მყოფი ერთი ხანობა ის შევარდაძის ვიცე-პრემიერი იყო და მე რამდენადაც ვიცი მისი მომხრეა თუ არ არის მობოდი შეცხადია თედო ისაკაძე აი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი თავსანი როა ბიძინა გიორგობიანი ხო ისიც სტუდენტური მოძრაობაში იყო კიდე ვინ გავიხსენოთ ესე იგი 3 გავიხსენეთ გამახსენდება ამასობაში კიდე 2-3
სტუდენტი, სხვებიც იყვნენ დასაკვირველია, მაგრამ ესენი განსაკუთრებულად აქტიურობდნენ. ზინა გიორგობიანიც უნდა გამეხსენებინა, ალბათ უნდა გამეხსენებინა. აი, რაც შეეხება კიდევ ორ პირს, ხო, გიორგი მაისურაძე, ბოდიში რომ არ ვახსენო, არ შეიძლება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, ის რამდენად ხვდები ერთი წლით უმცროსია ან ორით შესაძლოა, მაგრამ ისიც ამ აქტიურად იყო ჩაბმული ამ ეროვნულ სტუდენტურ მოძრაობაში. კიდე კარგი გამახსენდა, მათი ზემოს უდასტურებ უდაოდ გორიერი კაცია. სხვები. ნიკო ნიკოლოზიშვილი, კარგია რომ გამახსენდა ნიკო ნიკოლოზიშვილი, გამომცემელი ერთი ხანოა, მე უკვე დიპლომატიურ სამსახურში წასული ბოდიშს ვიხდი ნიკოსთანაც და ის კარგი დიპლომატიც არის, კარგი მოქალაქეც არის, ცხადია. და ასე შემდეგ. აი, ორი ადამიანი, ვინც მე უკვე დავპატიჟე პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში, იყო ერთი ირაკლი კაკაბაძე, ახლა ესე უნდა ვთქვა, ძმა ნინია კაკაბაძისა, მეთქი ამ არაშუაშია ეს ყველაფერი, ხო? ვაიმე, ჩაუწიოთ. ძმა ნინია კაკაბაძისა, მაგრამ ესე უნდა ვთქვა, ნინი არ მიწყენს. ნინია ამის ახალგაზრდა კაცის ირაკლის და მოკლედ დაძმანი არიან. წარჩინებული კი არა, საუკეთესო ოჯახიდან, ასე ვიტყვი. და ირაკლი კაკაბაძეს და ამ კაცს დაუძახე. რაღაცა მაინც ხმა გაისმა, მე გადავახვევ თქვენის ნებართვით და მის ხმას მოგასმეინებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამგვარმა კაცებმა, ამგვარმა მოქალაქეებმა ხმა აღიმაღლონ ამ ბოლშევიკური ქართული ოცნების წინააღმდეგ. მათი ავტორიტეტი არის შეუდარებლად მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი სპიკერებისა. რატომ იცით? ყველაფერთან ერთად ეს კაცი გაჩვენებს, ცხადია, რომელსაც მე დაუძახე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და ასე შემდეგ და მან ჩაატარა ლექცია და გუშინაც ველაპარაკე და ეთერში მოვიწვიე, უბრალოდ ვერ ახერხებს. და ასე შემდეგ, ეს არის პატრიოტი კაცი, კარგი კაცი, გულიანი კაცი. ჯანმრთელობა შერყეული კაცი სწორედ პატრიოტიზმის გამო მეთქი ასე უნდა ვთქვა. მე არ ვიცი კონკრეტულად რამ განაპირობა მისი ჯანმრთელობის შერყევა, მაგრამ ემოციურობის გამოც, მოდი ასე ვიტყვი. და რომელიც ამბობს ესეთ რამეს. მისი მონაწილეობა ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორც მაშინდელ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში იყო მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამგვარ საყრდენებზე, ბოძებზე, ასე ვიტყვი, არ მომერდება და ვაქებ ცხადია, არის დამოკიდებული ბევრი რამ, ამგვარი ემოცია როცა მოდის, წერლისაგან წერალია ეს კაცი. მიხვდით ხო, ალბათ ვისაც გულის ხო ისე ლაპარაკობ, მოდით დათო ტურაშვილს მოუსმინოთ. ოტყუვინე თავს იმის არ იყოს ევროკავშირის, იმიტომ უნდა საქართველოს გაწევრიანებრო ის ქართულ ვაჟკაცებს გაათხოვნენ ჯერ ესეთი რა შეურაცხყოფელია ხალხო კაცებს მოგმართავთ რომ იმის დაცვა გჭირდება ხელისუფლების ჩვენი გათხოვება ასე წკიპზია რომ ბიძანებას ევროკავშირი და უნდა გათხოვდეს მასიურად ეს რა უბედურება ასე როგორ მოატყუებინე გუნდს მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს მილიონზე მეტი ქართველი ინგა ისა ევროპაში და ამერიკაში მიმართავს გრიგოლი ყველა ოჯახს და ნაკესავი ერთი მაგალითი მოყვეს მე გამოეკიდნენ გასათხოვებლად კაცს ერთი მაგალითი როგორ ვერ ნახეთ ხალხო ასე როგორ გამოვატყუებინე ეს რა უბედური პროპაგანდა ასე როგორ დათოს მადლობა უნდა გადაუხადოთ ცხადია. ამგვარი პირების, ამგვარი მოქალაქეების მონაწილეობა ჩვენს დღევანდელ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ხო არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ ბევრი თანამედროვე სიტყვას ვიხმარ, მათ ბევრი მიმდევარი ხართ, მათი ბევრი სასჯერა. და როდესაც ესეთი მორალური ავტორიტეტები ხმას იღებენ, ხო, მორალური ავტორიტეტია ის ბევრისთვის ასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, მე ვისურვებდი რომ სხვა არ დავასახელებ გვარებს თქვენის ნებართვით, წერლები, რომლებიც შესაძლოა ასეთი ემოციურები არ არიან, მაგრამ გარკვეულწილად ესე წონიანი სიტყვა აქვს, ისინიც იყვნენ, აი ასეთი, აი ეს ხო არა რაღაც პარტიულ პოლიტიკაზე ხო არ ლაპარაკობს დათო ტურაშვილი, ხო, ამგვარ საკითხებზე ძალიან მარტივად გაამახვილოთ ყურადღება ერთი ვიდეო კონტენტიც, ხო? საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ ქემაინს, ვინ სად დგას და იმ არ მივედავოთ, ხო? თუნდაც უნებურად ზოგ მწერალს, თვით მწერალს ხაზგასმით ვამბობ, იმაში, რომ აი შენ დადუმებული იყავი მაშინ, როდესაც საქართველოს ხელახალი გასაბჭოება ხდება, დათო ტურაშვილი რასაკვირველია, ხელახალ გასაბჭოებას ეწინააღმდეგება სხვა შორის ამ ბანდა ხელისუფლებამ არ მინდა შემეშალოს 2 წლის წინ დიდი კამპანიაც ან ერთგვარი კამპანია აუგორა დათო ტურაშვილს, ისე როგორც ყველას უგორებს ხოლმე კამპანიები, მას დათო ტურაშვილს არ აფრთხობს და არ აშინებს, დარწმუნებული ვარ და ასეც არის
და არც ერთ ჩვენგანს არ აშინებს ვითომ ეს რაღაც შავი პიარი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი თავი გამოვჩორკრეთ ამ ხნის განმავლობაში, ბევრი შეცდომას დაგვიშვია, რასაც არ გულისხმობ, ბევრ სხვას დაუშვია შეცდომა, მეც გიმხელდა ცხადია და მიშვია შეცდომა 1-იც და 100-იც, მაგრამ აი კონსტანტინე გამსახურდიას რომ აქვს ასე, ხო, ისეც ყოფილი ვარ და ის მაგრამ სამშობლოსთვის არასოდეს მიღალატიაო, ბევრ ჩვენგანს აქვს, თქმელი ეს თლად გულახდილები თუ ვიქნებით. ეხლა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურებოდა ჩემი ეს ვიდეო მონოლოგი ესეთი გაწერილი უკვე 15 წუთს გადასცდა დოათო ტურაშვილის პიარსაც არ მეთაგილება ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ აგრეთვე ემსახურება იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ესეთი სერიოზული ადამიანების, სერიოზული ავტორიტეტული ადამიანების ხმამაღალი სიტყვა ნებისმიერი სფეროდან მეთქი, ასე ვიტყვი, მაგრამ მწერლებისა, განსაკუთრებით სხვადასხვა ასაკის მწერლებისა, განსაკუთრებით და ასევე სპორტსმენებისა, ხო ეგ რო არ დამავიწყდეს. ხო სპორტსმენებისაც, იმიტომ რომ მწერალი და სპორტსმენი, ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ყველაზე პოპულარულია ჩვენ საზოგადოებაში და ეს ბუნებრივიც არის ხა ეს განსაკუთრებული არაფერი არ მithქვამს მე ხა ფიზიკოსზე და ქიმიკოსზე პოპულარული რო იქნება მწერალი, რომელსაც სიტყვა მაუდის გზიანი, ეს ხომ ვიცით მაინც დავსხდებით, ხო, ჩვენ ყველანი საფიხნოს თავში რადგან ვაჟა ავახსენე უბრალოდ, იმიტომ გამახსენდა თავად სიტყვა საფიხნოც და რა ვიცი, ბევრ კოც აღარ მოვაჭრით მარჯვენას, იმიტომ ეს მაინც უღირსის აქციელია, მაგრამ აკი ალუდაც ასე ფიქრობს, მაგრამ აუცილებლად შევარცხვენთ გია და დათო ტურაშვილი იქნება ლიდერთა შორის ლიდერი. შევაქოთ დათო და მადლობა გადაგიხადოთ მინდა თქვენ. ნახვამდის.